ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებითა და საგანმანათლებლო რესურს ცენტრის მხარდაჭერით სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტი ჩემი კუთხის უცნობი ისტორია წარადგინეს. პროექტის მიზანი იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებში კვლევის შემოქმედებითი, კრიტიკული, კრეატიული, აზროვნების, ფორმალური და არაფორმალური სასწავლო უნარჩვევების განვითარება. ასევე ახალგაზრდობის ჩართულობა წარმოეჩინათ საკუთარი კუთხის პოტენციალი და მისი განსაკუთრებულობა. მოეძიათ უცნობი ისტორიები თუ მასალები ჩვენი კუთხისა და გურიაში მცხოვრები ადამიანების შესახებ. პროექტში ჩართული იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 20-მდე სკოლა. პროექტში მონაწილე სკოლებსა და ბავშვებს ორგანიზატორებისგან სიგელები გადაეცათ. ხორციელდება პროექტი ჩვენი კუთხის უცნობი ისტორია, რომელიც არის კულტურის ცენტრის ორგანიზებითა და ჩვენი მხარდაჭერით. აქ მონაწილეობას ღებულობს 20 საჯარო სკოლა. აქ ეს აუცილებელია, რომ მოსწავლეები ამით ეჩვევიან კვლევის, ძიების უნარებს და მთელი ამ მუშაობის პერიოდში მათი მუშაობა წახალისებულია, რაც მთავარია და მათ მოტივაცია უფრო ეზრდებათ. ეს არაფორმალურ განათლებას უწყობს ხელს და საინტერესოა, რომ ბავშვები დაინტერესებულები არიან, რომ თავთავიანთ სოფელში, თავთავიანთ ქუჩაში, თავთავიანთ უბანში მოიძიონ ის უცნობი ისტორიები, რომელიც აქამდე არ იყო ცნობილი ჩვენთვის და ამისთვის დიდ მადლობა კულტურის ცენტრს და ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ მსგავს პროექტებში მივიღოთ მონაწილეობა. დღევანდელ ღონისძიებაში 20-მდე სკოლა ღებულობს მონაწილეობას და მინდა გითხრათ, რომ ბავშვებმა ძალიან საინტერესო ფაქტები და ისტორიები წარმოადგინეს. პროექტი არის ჩემი კუთხის უცნობი ისტორია და მართლაც საოცრად დიდი კვლევა ჩაატარეს ბავშვებმა და ბევრი უცნობი ფაქტები, მოვლენები, გმირები, საინტერესო მოვლენები სოფელში თუ ქალაქში წარმოადგინეს პრეზენტაციის სახით. დიდი მადლობა ჩვენს მუნიციპალიტეტს და მადლობა საგანმანათლებლო რესურსს ამ პროექტის მხარდაჭერისთვის.